მოგესალმებით, ისევ მე გახლავართ ნანა ლომიძე. როგორც შეგპირდით, პირველ ვიდეო რგოლში მე თქვენ, რა თქმა უნდა, წარგიდგინეთ ლიგუდის პარტნიორის მიერ გამოგზავნილი ბმულით პროდუქტის გამოწერა. ასევე, რა თქმა უნდა, ლიგუდში მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა ვარიანტები პროდუქტის გამოწერის. სწორედ ამიტომ შევქმენი ეს სერია, რომ თქვენთვის უფრო ადვილი იყოს ამ ვიდეოების მეშვეობით გამოიწეროთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენ გაწყობთ. როგორ ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჩვენ შევდივართ იგივე ლინკში, იგივე ბმულში, რომელსაც პარტნიორი გვიგზავნის ლიგუდის, მაგრამ უკვე სულ სხვაგვარად ვიწერთ პროდუქტს. შევედით. აქ, როგორც წინა ვიდეო რგოლში გაჩვენეთ, უნდა გადავიტანოთ ქართულ ენაზე. ამისათვის უნდა დავაწვეთ აქ. მენიუში შევედით ჩვეულებრივად, უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად ლიგუდის სისტემას და კაბინეტს მენიუ აქ ყოველთვის მარჯვენა მხარეს და ყველაფერი მანდედან შეგიძლიათ მოძებნოთ. ანუ შევდივართ, რომ შევცვალოთ ენა, ცვლით ენას. გადავიტანოთ ჩვენ შემთხვევაში ქართულზე, რა თქმა უნდა. და აქედანვე უკვე შევდივართ პროდუქტში. აი, აქ არის პროდუქტი. ვაწვევით პროდუქტს. ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ პროდუქტს. თუ რა როგორ უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა შეხვიდეთ, ანოტაცია ნახოთ, ეს პირველ ვიდეო რგოლში არის ჩემო ძვირფასებო. აქ მოკლედ გეტყვით, რომ თუ ანოტაცია გაინტერესებთ, აი აქ უნდა შეხვიდეთ და თუ პროდუქტის გამოწერა აქ. კი ბატონო, ჩვენ ამ წუთში გვაინტერესებს პროდუქტის გამოწერა. ვაწვევით შევუკვეთოთ. აქ როგორც იმ წინა ვიდეო რგოლში აი ამას ვუწევთ იგნორს, აი ამ შემოთავაზებას ფასდაკლების, ამას სხვა ფუნქცია აქვს და ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და ისევ და ისევ როგორც იმ ვიდეო რგოლში ვთქვით, გადავანაცვლებთ ამას შევცვლით პირველ ღილაკზე. აი ამ ღილაკზე. ანუ გადავიტანთ ამას იქით. დავაწექით პირველ ღილაკს და შემდეგ ვუკვეთავთ ჩვეულებრივად კალათაში შეგვაქვს. და აი, აქ უკვე დაიხატა ის სურათი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სულ სხვაგვარად გამოვიწეროთ პროდუქტი. აქ არის გარდა პროდუქტისა, ასევე მოცემული, როგორც წინა ვიდეო რგოლში გაჩვენეთ, საშუალება, რომ ჩვენ ფასდაკლებით გამოვიწეროთ პროდუქტი. რა არის ეს საშუალება? ანუ ჩვენ გვაძლევს კომპანია საშუალებას $10 გადავიხადოთ და 75%-იანი ფასდაკლება მივიღოთ. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, აი კომპანიამ მოგვცა ეს შესაძლებლობა ყოველთვიური წევრობა და ვიხდით $10 ყოველთვიურად. სამაგიეროდ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, როცა თქვენ მოგესურვებათ, გამოიწეროთ პროდუქტი, რომ ასეთი ფასდაკლება გქონდეთ. გარდა ამის, აი ამ სერვისში, $10-იან სერვისში, შედის როგორც 75%-იანი ფასდაკლება, ასევე ამ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ბატონ რაიანის მომსახურება. ამიტომ, რა თქმა უნდა, კომპანია გთავაზობთ ასეთ უპირატესობას და ასეთ შესაძლებლობას. თქვენ თუ აირჩევთ აი ამ ვარიანტს, ამ შემთხვევაში თქვენ, რა თქმა უნდა, შედიხართ ასევე პროდუქტში, აგრძელებთ პროდუქტის ყიდვას, რაც გინდათ, თუ გინდათ ერთი პროდუქტი, თუ გინდა რამოდენიმე, რასაც ბატონი რაიანი გამოგიწერთ მაგალითად და გეტყვით, ხომ? ამ შემთხვევაში თქვენ შედიხართ ისევ შოპინგში, ისევ აქ შედიხართ, ანუ აქ არა, აქ აბაკეთებთ შეკვეთას, შევდივართ შოპინგში, ვირჩევთ კიდევ პროდუქტს. აი მისათვის, რომ შევიდეთ ისევ იქ, აი აქ წინა რგოლშიც გაჩვენეთ, მაგრამ მაინც აქაც გაჩვენებთ, უნდა დააწყაპუნოთ აი
აქ. აი ეგ პატერე ჯვარივით არის. და აი ესე მოხერხებულად უნდა დააწვეთ და შეგიყვანათ პროდუქტებში ისევ და აი შეხედეთ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიც გინდათ რომელი პროდუქტის გესაჭრელი აი მაგნეზიუმი მაგალითად ხო და პირდაპირ შევუკვეთავთ მაგნეზიუმს გადაგვაქვს ერთჯერად შეძენაზე აუცილებლად და შემდეგ ვინახავთ კალათაში აი ესეთი სახით თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ პროდუქტი დაამატოთ და ასეთი სახით გამოიწეროთ. შეგიძლიათ ერთობლივად აირჩიოთ, ერთად არის იქ რა თქმა უნდა რამოდენიმე პროდუქტი ერთ ყიდვაში შეგიძლია იყიდოთ და ასეთი სახით გადაიხადოთ თანხა, ან ასეთ ცალობით. ეს თქვენი ნებაა. სულ ეს არის, აი კიდევ ერთი პროდუქტი დავამატოთ ყოველ შემთხვევისთვის. თუნდაც ეს პროტეინი მაგალითად ხო? შევუკვეთოთ, გადავიტანოთ ერთჯერად ყიდვაში, ჩავსვათ კალათაში. აი შევიტანეთ პროდუქტები კალათაში, დაგვიფიქსირა ფასი. ყურეთ, ფასი აქ არის 22 და 25. ეხლა ჩვენ თუ აი ამას გავაუქმებთ სიტყვაზე $10-იანს გავაუქმებთ, აი აქედან უქმდება ეს. ამ შემთხვევაში აი აქ ფასი მოიმატებს. ხვდებით? მაგრამ ჩვენ არ ვაუქმებთ. ჩვენ ამ ჯერზე გადავწყვიტეთ $10-იანი წევრი გავხდეთ. ხო? რომ გქონდეს 75%-იანი ფასდაკლება. ამიტომ ჩვენ უკვე შევდივართ შეკვეთის გაფორმებაში. აი აქ უკვე შევიდა თქვენი წევრობის თანხა. პროდუქტები ყველაფერი რიგზეა. ანუ ჩვენ დაგვჭა ორი პროცედურა გავიაროთ. ერთი, მეორე. ეს უკვე გავიარეთ. ვაწვევით შეკვეთის გაფორმებას. თუ გაგრძელება გვინდა, რა თქმა უნდა, კიდევ დავამატოთ პროდუქტი, განაგრძეთ შოპინგი, ვაწვევით დაბლა. აქ, თუ არა და ვუკვეთავთ უკვე. შევდივართ შეკვეთის გაფორმებაში. გილოცავთ თქვენი შეკვეთა შევასრულოთ. აი ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? აი აქ არის უკვე მოცემული პირადი ინფორმაცია, სადაც უნდა შევიყვანოთ, რა თქმა უნდა, სახელი ნანა, შევიყვანოთ გვარი აქ, გოგლიძე, შევიყვანოთ ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, უკვე ავტომატურად შევიდა ჩემი ტელეფონის ნომერი, შექმნით თქვენი ანგარიში. შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი. ანუ თქვენ უნდა მოიფიქროთ თქვენი მომხმარებლის სახელი, აი მაგალითად, რა ვიცი, სიყვარული. სიტყვაზე. რაც გინდათ მოიფიქროთ, ან თქვენი სახელის რამე სიმბოლო და ასე შემდეგ. ასევე შეგყავთ პაროლი. აქ მოიფიქრებთ პაროლს, ასევე მაგალითად S-იკვარული. შევიყვანეთ, ხო, პაროლი. ყურადღებით უნდა შეიყვანოთ პაროლი, აუცილებლად, რომ არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ აქ არ ფიქსირდება ასოები და დაბლა უნდა შეხედოთ რასაწვევით. შემდეგ აქ უნდა გაიმეოროთ პაროლი S-იკვარული. შევიყვანეთ ახლა ეს პაროლი, მომხმარებლის სახელით შევიყვანეთ მიწოდების ინფორმაცია. ანუ აქ ის მისამართი უნდა შეიტანოთ, სადაც გინდათ რომ მოგივიდეთ პროდუქტი. აქ ავტომატურად დაფიქსირდა ავსტრია. სრული სახელი და გვარი უნდა შევიყვანოთ, ხო? ნანა, რაც ბარაძე წერია. გოგლიძე. ასევე თქვენი ქუჩის მისამართი, აქ ავტომატურად შევიყვან ჩემ მისამართს და ამას წავშლი, აი აქვე უნდა დაიწეროს ყველაფერი, დავწერთ შტრასე გერმანულად წერია, იმიტომ რომ მე ავსტრიაში ვარ, დავწერთ სტრით და ნომერი. ნუ იქ შეიყვანთ თუ რაც შედის თქვენთან, თუ კორპუსი გაქვთ და რაღაც ამ ყველაფერს დააფიქსირებთ, რა თქმა უნდა.
ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე, რა თქმა უნდა. შეიყვანთ ასევე, უკვე მისამართი შეყვანილია, მეორე მისამართი აღარ არის საჭირო, ქალაქი აქვს შეყვანილი ლინცი, როგორც ხედავთ, ანუ თქვენ ქალაქს შეიტყვანთ ამ შემთხვევაში, ანუ ლინცი, აქ მისამართი არ არის საჭირო, თუ გაქვთ მეორე მისამართი, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მისამართი პირველში იწერება, პირველ გრაფაში. შემდეგ გადავდივართ საფოსტო ინდექსი, აგერ ჩემთან ავტომატურად დაფიქსირდა, მაგრამ თქვენ უნდა შეიყვანოთ, რა თქმა უნდა, აქ თქვენი ინდექსი და შემდეგ აწვევით გაგრძელებას. მე არ ვინახავ, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ეს ყველაფერი და აი უყურეთ, აქ არის გადახდა, გადახდის მეთოდის არჩევა. გადაიხადეთ საკრედიტო ბარათით. აი აქ ვაწვევით აი ამ გრაფას. ვირჩევთ, რით ვიხდით, საკრედიტო ბარათით თუ კრიპტოსაფულით. თუ გაქვთ კრიპტოსაფული, იმითაც შეგიძლიათ გადაიხადოთ, თუ საკრედიტო ბარათით, ანუ თქვენი ბანკის ბარათით, მაშინ ტოვებთ ისე როგორც არის. აწკაპუნებთ ცარიელ ადგილას. და აქ შეგაქვთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე. შეიყვანეთ ბარათზე მითითებული სახელი. უყურეთ, აი იქ უნდა შევიყვანოთ ბარათზე მითითებული სახელი, ანუ ნანა გოგლიძე. ხო? უკეთესია დიდი ასოებით თუ შეიყვანთ სრულად. აი აქ ავირჩევთ, რით ვიხდით, ვიზად თუ მასტერკარდით. თუ 4-იანით იწყება ეს ვიზა, თუ 5-იანით იწყება ეს მასტერკარდია, ამიტომ შეხედეთ თქვენს ბარათს რა ციფრით იწყება და იმის მიხედვით აირჩიეთ. ჩვენ აი აქ ვაწვევით და ვირჩევთ მაგალითად მასტერკარდს, ხო? ავირჩიეთ მასტერკარდი. შეიყვანეთ საკრედიტო ბარათის ნომერი, ხო? აქ შეგვყავს 16 ნიშნულა ციფრი. ერთ ციფრს შევცვლი, 7. აქაც შევცვლი. იმიტომ რომ მე ხომ არ მინდა რეალურად ეს გავატარო, ხო? უბრალოდ ვაკეთებ თვალხილულობისთვის, ხო? აქ შეგვაქვს ვადა, სადამდე აქვს ვადა, აქ ავირჩევთ იმ თვეს, სადამდენაც აქვს ვადა. შემდეგ აქ ავირჩევთ წელს, რომელ წლამდე აქვს ვადა თქვენს ბარათს. აქ შევიყვანთ 3 ან 4 ციფრი უნდა იყოს ცივივის. უნდა შევიყვანოთ აქ, მაგალითად 422 სიტყვაზე, ხო? შევიყვანეთ. აქ ვაფიქსირებთ ისევ ქვეყანას, ჩემ შემთხვევაში ავსტრია, ხო, თქვენ შემთხვევაში საქართველო, ან რა ვიცი, რომელი ქვეყანაც უნდა იყოს, შეგვაქვს მისამართი, ასევე იგივე მისამართი, რაც მითითებული გქონდათ, ხო? ჩემ შემთხვევაში ეს არის მისამართი 9. ქალაქი ლინცი, მითითებულია უკვე საფოსტო ინდექსი. აგერ არის მითითებული ყველაფერი. აი, ყველაფერი უკვე შევსებულია. აი ამას გადავამოწმებთ, პაროლი, ყველაფერი ჯობი აიღოთ, ერთი ბლოკნოტი დაიწეროთ პაროლით და მომხმარებლის სახელის რო შემდეგ არ დაგავიწყდეთ, ეს აუცილებელია რომ გქონდეთ და საიმედო ადგილას შეინახოთ, ყველაფერი, რომელი ემაილი გაქვთ შეტანილი, ემაილი არის მოქმედი თუ არ არის მოქმედი, იმიტომ რომ კომპანია ემაილით გეკონტაქტებათ, აი ამ ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად, გადაამოწმეთ თქვენი შევსებული ყველაფერი აქ რასაც ხედავთ და შემდეგ აწვევით continuous, ანუ გაფორმებას ამ ყველაფრის. სულ ეს არის, აღარ შევალ მე იქ, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მინდა ხა დავაფიქსირო ეს ყველაფერი. სხვა იქ არაფერი არ არის თქვენთვის გასაკეთებელი. შესაძლოა ერთი პატარა ღილაკი იყოს, პატარა უჯრედი. იმას დააწვევით, რომ თანახმახართ ამ ყველაფერზე, იქ დაგიფიქსირებთ, რომ თანახმახართ, რომ ეს თანხა იქნება გატანილი თქვენი ბარათიდან. და ამას დაადასტურებთ უბრალოდ და ისევ დააწვევით გაფორმებას ამ ყიდვის. სულ ეგ არის, აქ დასრულდება თქვენი მთელი ეს ოპერაცია, ისე რომ აქედავე წინასწარ გილოცავთ ამ საოცარი უნიკალური პროდუქტის შეძენას, რომელიც
თქვენ დაგავიწყებთ საავადმყოფოს კარებს. პირველი ადგილი უკავია ამ პროდუქტს და ეს სიტყვები ნამდვილად არ არის უბრალოდ ჰაერში მოსროლილი. ეს დაამტკიცა თვითონ პრაქტიკა. კარგად ძანდებოდეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ღვთისწყალობას. თქვენთან იყო ნანა ლომიცე. დარჩით ჩემთან, შემდეგი ვარიანტი პროდუქტის გამოწერის იქნება შემდეგ ვიდეო რგოლში. მადლობთ.